მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და ბედნიერ მშვიდობიან კვირას გისურვებთ. ქრისტიანულ სამყაროში ცნობილია მრავალი მოსაგრე ბერი, რომელთაც სულიერების უმაღლეს მწვერვალს თავიანთი მყუდრო და მდუმარე მოვაწეობით მიაღწიეს. მონაზვნურ ცხოვრებაში მდუმარება ერთ-ერთ გამორჩეულ სათნოებად მიიჩნევა. მონაზვნები ამ ღვაწლს ხშირად ირჩევდნენ, მაგრამ ამ გზაზე ბევრი დაბრკოლება ხდებოდათ. ღირსი იოანე კიბისამღწერელი წერდა: მდუმარების მოყვარე ღმერთს უახლოვდება, მასთან საიდუმლოდ საუბრობს და ნათლდება მის მიერ. მდუმარება განსაკუთრებული მადლია ღვთისა, როდესაც ადამიანი ფლობს სულიწმინდის მადლს და მას არ უნდა რომ ეს მადლი დაკარგოს. და ის ყოველთვის მდუმარეთ არის, ის ყოველთვის სიმყუდროვეში არის, რომ ესე იგი არ დაკარგოს სულიწმინდის მადლი. მდუმარე ადამიანი, მყუდროებაში მყოფი ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მის სულიერ ჯანმრთელობას, მის სულიერ სიწმინდეს არაფერი არ შეეხოს და ის მთელ ყურადღებას ავლენს სწორედ ამ მიმართულებით. ცხოვრებას უძღვნის სწორედ სულიერი სიწმინდის მოპოვებას და დამტკიცებას. ღმერთს ყავდა ყოველთვის თავისი ძლიერი პიროვნებები, რომლებიც მდუმარებაში გამოიწორთნენ, გამოიბრძმედნენ, წმინდანი შეიქმნენ და აი მერე უმაღლეს სულიერ დონეს რომ მიაღწიეს, მერე თავის ცხოვრებას უძღვნიდნენ სწორედ რომ ქადაგებას. მდუმარება არ ქვია როდესაც არ ლაპარაკობს ადამიანი ამას. მდუმარება ქვია, როდესაც შინაგანად არ ხმაურობს ადამიანი და შინაგანად არ დაგვირბის აზრები ათასი მიმართულებით. საუკუნეების განმავლობაში მდუმარების ღვაწლს მრავალი წმინდანი ირჩევდა. მაგრამ მართლმადიდებელმა ეკლესიამ სახელი მდუმარე მხოლოდ რამდენიმე მოღვაწეს მიანიჭა. ერთ-ერთი ასეთი წმინდანი ღირსი იოანე მდუმარეა. იგი 454 წელს სომხეთის ქალაქ ნიკოპოლში დაიბადა. მამამისი მხედართმთავარი იყო. დედა ვაჟს სიყრმიდანვე ღვთისმცნებებს ასწავლიდა და ღვთისმოშიშებით ზრდიდა. ბავშვობიდან შეიყვარა ღმერთი და აირჩია. ყველას თავისი გზა აქვს ამ ქვეყანაზე, ზოგი განსაცდელებით მიდის ღმერთამდე, ზოგს ვიღაცა უქადაგებს. ამ დიდმა ადამიანმა კი ბავშვობიდან შეიყვარა ღმერთი. ის იყო, ესე იგი, გავლენიანი ოჯახის შვილი, მხედართმთავარი იყო მამა მისი. სომხეთში დაიბადა ის. მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარი ძალიან რთული პერიოდი იყო სომხეთში. ვიცით რომ ამ დროს ხდებოდა ძალიან მძიმე პოლიტიკური პროცესები სომხეთის ქვეყნისთვის. და ჩვენ ვიცით რომ საბოლოო ჯამში სპარსეთისა და ბიზანტიის ერთმანეთთან დაპირისპირება, ასე ვთქვათ, დაპირისპირებამ ცუდად იმოქმედა სომხეთის ისტორიაზე და ისინი მონოფიზიტები გახდნენ. ანუ ბიზანტიის საპირისპირო რელიგია მიიღეს. წმინდა იოანეს მშობლები ადრე გარდაეცვალა. მან მემკვიდრეობით მიღებული ქონებით თავის მშობლიურ ქალაქში ტაძარი ააშენა. 18 წლის ასაკიდან ყვაწვილი იოანე 10 თანამოღვაწესთან ერთად ამ ტაძართან ცხოვრობდა. იგი მონაზვნური ცხოვრებისთვის ემზადებოდა, თუმცა განგება ჯერ სხვა გზას უმზადებდა. როდესაც ესე იგი ეპისკოპოსი გარდაიცვალა იქ ეპარქიის, ესე იგი იოანე მდუმარე ხალხმა ყველამ ერთად მოინდომა, იმიტომ რომ ის განთქმული იყო თავისი პატიოსნებით, თავისი გონიერებით, თავისი მყუდროებითა და ღმერთისადმი სიყვარულით და მართლაც ის აკურთხეს ეპისკოპოსად. 28 წლის იყო სულ, როდესაც ის აი თავის ქალაქის ეპარქიას ჩაუდგა სათავეში. წმინდა მამები ესეთ რამეს ამბობენ, რომ ეპისკოპოსი უნდა იყოს განღმრთობილი ადამიანი, ანუ სულიერი განვითარების უმაღლეს საფეხურზე მდგომი, განღმრთობილი ადამიანი. ძველ ქართულად რო ვთქვათ, ღვთისნიერი ადამიანი, ღმერთისნაირი ადამიანი და განღმრთობის მქონე ადამიანი, რომელიც ღმერთთან ერთად ცხოვრობს. და აი იოანე მდუმარემ სწორედ ეს შეძლო. როგორც ვთქვით, სომხეთში ძალიან რთული ვითარებები დატრიალდა. მართლმადიდებლობაც დასრულდა იქ დვინის საეკლესიო სომხური
საეკლესიო კრებით და ეს ურთულესი პერიოდი დაემთხვა მის ცხოვრებას. ახალი მეფე ძალიან აქტიურად ერეოდა ეკლესიის საქმეებში. ეპისკოპოსს აღარ დაედგომებოდა იქ და ესე იგი, როგორც ვიცით, ბიზანტიის იმპერიაში წავიდა, რომ იმპერატორისთვის დახმარება ეთხოვა, რომ ეკლესია ყოფილიყო დაცული, მაგრამ პრობლემას ვერაფერი ვერ ეშველა. წმინდა იოანე სამშობლოში ვეღარ დაბრუნდებოდა. მან კონსტანტინოპოლი დატოვა და იერუსალიმისკენ მიმავალ გემზე ავიდა. წმინდა მწყემსთავარმა უფალს გულმხურვალედ შესთხოვა ეჩვენებინა გზა, საკუთარი ცხოვრება როგორ წარემართა. თხოვა ღმერთს, რომ ეჩვენებინა მისთვის თუ საით წასულიყო. და უნიკალური ფაქტი მოხდა, ესე იგი, ქრისტეს შობის შემდგომ ცნობილი არ არის ეს ფაქტი, ასეთი მსგავსი ფაქტი მოგვებს ვარსკვლავი უძღოდა ქრისტეს შობის ბაგასთან და აი იოანე მდუმარეს, ეპისკოპოს ღირსმამას, ესე იგი, ვარსკვლავი უძღოდა გარკვეული მიმართულებით. ის მიყვა ამ ვარსკვლავს და საბაგანწმენდილის ლავრასთან მიიყვანა. საბაგანწმენდილი იმ პერიოდში იყო უძლიერესი მოღვაწე, აბსოლუტურად განსაკუთრებული პიროვნება კაცობრიობის ისტორიაში. და იმ პერიოდში, როდესაც ძალიან დიდი ბრძოლები მიმდინარეობდა თვითონ ქრისტიანობაში შიგნით, მრავალი მწვალებლობა, მრავალი პოლიტიკური ჩარევები, აი როგორც თქვით, ამ შემთხვევაში სომხეთის შემთხვევაში. საბაგანწმენდილის ლავრაში იმხანად 150 ბერი ცხოვრობდა. სავანეში მისულმა ღირსმა იოანემ თავისი სამღვდელმთავრო ხარისხი დამალა და საძმომ იგი უბრალო ბერად მიიღო. წმინდა საბაგანწმენდილის კურთხევით იოანე 4 წელიწადზე მეთხანს ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულებდა. იგი მონასტრის იკონომოსის თანაშემწედ დაადგინეს და სამეურნეო საქმეებიც ჩააბარეს. უფლის რჩეული ყველა მორჩილებას სიხარულით ასრულებდა და მონასტრის ყველა წევრს სიყვარულით ემსახურებოდა. ზოგადად, როდესაც მონასტერში ხვდება ადამიანი თავიდან, მას განუწესებენ მძიმე ფიზიკურ შრომას, რომ აი ვნებებს ეფექტურად ებრძოლოს, რომ აი ვთქვათ, რაღაცნაირად ესე იგი მოერიოს თავის ფიზიკურ სამყაროს, რომ მოერიოს, დაღალოს ფიზიკური სამყარო და რომ მისმა სულმა იზეიმოს მის ფიზიკურ სხეულზე. ასკეტურ ესე იგი მოღვაწეობაში ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტია. და აი 4 წლის მანძილზე, როდესაც აკვირდებოდა საბაგანწმენდილი, ეს ადამიანი რაღაცა უნიკალურ თვისებებს ავლენდა. ძალიან დიდ გულმოდგინებას, ძალიან დიდ ერთგულებას ღვთისას, ძალიან დიდ თავმდაბლობას, ძალიან დიდ პატიოსნებას, აბსოლუტურ ამბიციობას და აი საოცარი თვისებები და საბაგანწმენდილი მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასეთი ადამიანი უნდა გახდესო მოძღვარიო და მოძღვრად რო ეკურთხებინათ. ღირსმა იოანემ მისი მღვდლად კურთხევის გადაწყვეტილების შესახებ რომ გაიგო, იერუსალიმის პატრიარქთან მივიდა და თავისი საიდუმლო გაანდო. პატრიარქმა შეიტყო, რომ იოანემ თავისი სამღვდელმთავრო ხარისხი იმის გამო დამალა, რათა უბრალო ბერივით ეცხოვრა და სხვებისთვის ემსახურა. იერუსალიმის მწყემსთავარმა საბაგანწმენდილს სთხოვა, იოანესთვის მღვდლობა არ დაეძალებინა და საშუალება მიეცა შვიდად ეღვაცა. შემდგომ ღმერთისგან ეუწყა საბაგანწმენდილს, რომ ეს არ არის უბრალო ადამიანი, რომ ეს არის მღვდელმთავარი. და აი ამ შემთხვევაში ესე იგი უკვე ის მონასტერში, მე მონასტრიდანაც გავიდა და ესე იგი ამ დიდი მამის საბაგანწმენდილის კურთხევით, პატრიარქის კურთხევით გავიდა და ის იყო მდუმარებაში და ცალკე ცხოვრობდა, ცალკე მოღვაწეობდა 9 წლის მანძილზე და ეს იყო რაღაცა განსაკუთრებული პერიოდი მის ცხოვრებაში. ესე იგი, როდესაც მდუმარე ადამიანი განდგომილი, ესე იგი, ცხოვრობს დაყუდებით, ის მარტო არ ცხოვრობს, ის ღმერთთან ერთად ცხოვრობს და ასეთი ადამიანების ცხოვრება განსაკუთრებულია კაცობრიობის ისტორიაში. ისინი განსაკუთრებულ სწავლებებს იძლევიან. ღვთის მადლს ქადაგებენ ისინი პირდაპირ. და ასეთი ადამიანები ბევრი ყავდა კაცობრიობას და ისინი ინარჩუნებდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას. მოვიდა პერიოდი, როდესაც ესე იგი იოანე მდუმარე თვლიდა, რომ ის უნდა ყოფილიყო უდაბნოში.
და ის უნდა ყოფილიყო დაყუდებით და მარტო. და ამ ქვეყანას არც უნდა შეხებოდა, ასე ვთქვათ. მაგრამ მოხდა ესეთი რამ, რომ საბაგანწმენდილი გარდაიცვალა. ეს იოანე მდუმარემ ძალიან განიცადა, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან ძლიერი პიროვნება, რომელიც ქადაგებდა ყოველთვის ჭეშმარიტებას, რომელიც იყო ძალიან დიდი ავტორიტეტის მქონე. განდეგილად მყოფი იოანე მდუმარეს საბაგანწმენდილი გამოეცხადა და მოუწოდა მონასტერში დაბრუნებულიყო. მან სულიერ ძმას ისიც აუწყა, რომ ერესის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა და მართლმადიდებლები განემტკიცებინა. ღირსი იოანე ასეც მოიქცა. სავანეში დაბრუნებულმა მკაცრი ასკეტური ღვაწლი მაინც გააგრძელა. იგი მხოლოდ მცენარეებით იკვებებოდა და მძიმე სამუშაოს არ თაგილობდა. მალე საბას ლავრის ყველა ბერს სასწაულებრივად გაეცხადა, რომ მათი სულიერი ძმა იოანე ეპისკოპოსი იყო. წმიდა მოსაგრე მწყემსთავარი დაუღალავად იბრძოდა, რომ ორიგენეს წვალებლობით შეცდომილი ბერები ჭეშმარიტ სარწმუნოებას დაბრუნებოდნენ. წმინდა მამა იოანე მდუმარე სწორედ რომ მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე და მან დიდხანს იცხოვრა 104 წლის მანძილზე საბაგანწმენდილის შემდგომ ის ქადაგებდა და იცავდა ჭეშმარიტებას. და კაცობრიობის ისტორიაში ეს ადამიანები განსაკუთრებულნი არიან. ისინი უმეტეს შემთხვევაში ადამიანები პირად თავის პრობლემებს ებრძვიან ხოლმე, მაგრამ გამოვლენ ხოლმე დიდი ადამიანები, დიდი წმინდანები, რომლებიც პირად პრობლემებს კი არა, ჭეშმარიტებისადმი მებრძოლებს წინ უდგებიან. ეს ძალიან დიდი და ძლიერი მეომრები არიან ქრისტესი. და ერთ-ერთი მათგანი არის იოანე მდუმარე. ამბიციები ფაქტიურად არ ჰქონდა, დიდების მოყვარეობა, უმძიმესი ცოდვები, რაც ადამიანს ამწარებს და უმწარებს ცხოვრებას და მერე თვითონ გამწარებული ადამიანი მერე სხვას უმწარებს ცხოვრებას, ეს მძიმე ცოდვები მას არ ჰქონდა და ის იყო მოღვაწე. ნაკვერჩხალს რო ფერფლი გადაედება ზევიდან, ცეცხლი არ ჩანს, მაგრამ ნაცარს თუ გადავაცლით, იქ ცეცხლია, იქ ნაღვერდალია. და მღვდელიც ასეთი უნდა იყოს, მოღვაწეც ასეთი უნდა იყოს. ესე იგი, ამ ადამიანში გარედან არ ჩანს, მაგრამ შიგნით არის ცეცხლი. და ესეთი ცეცხლი ჰქონდა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. ღირსი იოანე მდუმარე გარდაცვალებამდე რამდენიმე წელიწადი სხვა მამებთან ერთად ზეთისხილის მთაზე ცხოვრობდა და მდუმარების ღვაწლს იქაც აგრძელებდა. ღრმად მოხუცებული წმინდა მოსაგრე ბოლოს ისევ საყვარელ ლავრაში დაბრუნდა და სიცოცხლის უკანასკნელი დღეები იქ გაატარა. ღირსი იოანე მდუმარე 104 წლის ასაკში 558 წელს გარდაიცვალა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც სიღარიბეში გაატარა მთელი ცხოვრება. უმაღლესი პატივი ჰქონდა მღვდელმთავრისა, მაგრამ მას ეს პატივი არ მიუღია, ის ყოველთვის გაურბოდა ამას. და არ ვიცი, ესე იგი, მაგალითად უდაბნოში რო განმარტოვდა, მისი საკვები იყო მხოლოდ ბალახი. რანაირად ახლა ეს ხომ, მაგრამ როდესაც ღმერთთან ერთად ახარ, შენი ცხოვრება შეიძლება ზღაპარს დაემსგავსოს, დაუჯერებელ ამბავს დაემსგავსოს. და ასეთი რამ ხდება იქ, სადაც ღმერთთან ერთად ცხოვრობს ადამიანი. და ეხლა ჩვენ წმინდანს რო ვიხსენიებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ეხლა იმას კი არ ვადიდებთ მხოლოდ, ჩვენ მისგან უნდა ვისწავლოთ და ეს არის მთავარი. თორემ მის ცხოვრებას რა აზრი ექნებოდა, თუ შენ რაღაცა არ გადმოიღე მისი თვისებები შენს პირად ცხოვრებაში. ამიტომ ქრისტიანმა ყოველთვის უნდა ეძებოს წმინდა ადამიანების ცხოვრება, ჩაუფიქრდეს მათ ფსიქოლოგიას, მათ ცეცხლს, რომელიც მათ გულში უნთია, რომელსაც ვერავინ ვერ აქრობს, ვერც დემონური ძალები, ვერც ეს ქვეყანა, ვერც პრობლემები და ვერც ასაკი და ვერც ვერაფერი. წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ღირს იოანე მდუმარეს წელიწადში ორჯერ მოიხსენიებს. ძველი სტილით 30 მარტს, ახალი სტილით 12 აპრილს და მეორედ ძველი სტილით 3, ახალი სტილით კი 16 დეკემბერს. გახლავართ ვერიკო ხელაია, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.
ხშირად მქონდა ხოლმე შეხება პოეტებთან, ასე ვთქვათ, თავდადეჩემიც ქართული ლიტერატურის პედაგოგი არის და ბავშვობიდან შთამაგონა ეს სიყვარული, ასე ვთქვათ, ლიტერატურის და ყოველთვის ვიყავი ესე გატაცებული, ასე ვთქვათ, პოეზიით, თავადაც წერდი ხოლმე ბავშვობიდან ჯავახეთში დავიწყე ჩემი მოღვაწეობა, ასე ვთქვათ, ეთნიკურ უმცირესობასთან მქონდა პირველად შეხება, რთული რეგიონია საკმაოდ მოგეხსენებათ. და იქ ჩემი პირველი ნაბიჯები ძალიან ისეთ ნაყოფიერი აღმოჩნდა, მივხვდი რომ ეს ის საქმე იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა, ოღონდ ამჯერად კიდევ უფრო აქეთ ქართულ ბავშვებთან. პედაგოგად იყო მივლინებული სამცხე ჯავახეთში და სოციალურ ქსელში ნახე მასთან ერთად გადაღებული სურათები, რითიც ძალიან მოიხიბლე და ნენელა ესე მიწერ-მოწერით დავიწყეთ. გიორგის პიროვნებაში ძალიან მომხიბლა იმან, რომ არის უბრალო ადამიანი, უშუალო ადამიანი, ძალიან მორწმუნე ადამიანი, რაც ესოდან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ну, რა თქმა უნდა, საინტერესოდ თავისი ხასიათი და თვისებებიდან გამომდინარე. ყოველთვის ვცდილობდი მეპოვნა ისეთი მეუღლე, რომელიც იქნებოდა ორიენტირებული ოჯახს. და ღვთისნებით და მადლით ვიპოვე და შევქმნით ოჯახი და ყავს ღმერთისნებით აგერ 5 შვილი. მე ისე გავზრდი ამ ბავშვებს, რომ თითქოს ვერც უგრძნობ, ერთმანეთს ზრდიან, ერთმანეთს უვლიან და რაღაცა ძალიან ისე ჰარმონიულად მიდის მართლა ყველაფერი, მადლობა უფალს ამისთვის. და ხუთივეს განსხვავებული ხასიათი აქვს, იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები არიან. ყველას სჭირდება თავისი წილი დედა, ასე ვთქვათ, და ჩემი გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ცოტა რთულია ხოლმე, რომ მთელი დღე მათთან ვიყო, თუმცა არ არსებობს, შეიძლება ვიღაცას 9 საათი, ვიღაცას 15 წუთი, მაგრამ ის თავისი წილი დედა აუცილებლად იქ არის იმ დროს მოусმეს, გაიზიაროს მათ სიხარულს, გაიზიაროს მათ მწუხარებას. მამობა ძალიან რთული ყოფილა, არ მეკონა ესე რთული თუ იქნებოდა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა პირველ რიგში, იმიტომ რომ ახალ სიცოცხლეს ზრდი და ეს იმდენად საპასუხისმგებლოა, რომ აი ჩემმა ერთმა შეიძლება არასწორმა ქმედებამ შეიძლება ბავშვს მთელი ცხოვრება დაუმახინჯოს. ახლანდელ ბავშვებს მეტი სითბო სჭირდებათ, მეტი მოფერება, დაყვავება სჭირდებათ. არ შეიძლება იყოს კატეგორიული, არ შეიძლება. თუმცა ჩემ დროს ეს ხდებოდა ხოლმე, ჩვენ ძალიან კატეგორიულად მიგვითითებდნენ ხოლმე და სხვათა შორის ეს კატეგორიულობა ჭრიდა. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად უფროსების იმდენად დიდი პატივისცემა გქონდა ხოლმე, რომ ჩარჩოებშიც ვექცეოდით. ალბათ იყო ესეც, კი, ყოფილა ასეთი შემთხვევებიც. აი დღევანდელი თაობა ასე არ არის, ოღონდ ერთი რაღაც უნდა აღვნიშნო კიდე ძალიან კარგია, როცა ჩარჩოებში არ იქცევა ბავშვი და აქვს თავისუფალი აზროვნება, მაგრამ ეს უნდა იყოს რაღაცა ნორმებში, ხო არ შეიძლება გადადიოდეს ზღვარ. რაც დრო მაქვს თითქმის თავისუფალი სულ ვატარებ ჩემს შვილებთან, თამაშობთ, თავიანთ ჭკუაზე დავდივარ, როგორც მათ უნდათ ისე მატრიალებენ. რა თქმა უნდა, ტყუპები უფრო და უფროსებთან უფრო გავდივართ სკვერში, ვსეირნოთ, ფეხბურთზე დამყავს უფროსი და ეს ბუნებაში ხშირად გამყავს და ვერთობით შეძლებს დაგვართ, როგორც მათ უხარიათ ის. ჩემ ჭკუაზე არა, მატრიალებენ თავიანთ ჭკუაზე როგორც უნდა და მეც შეძლებს დაგვარად, ვცდილობ რომ იყვნენ ბედნიერები და უსურებ რასაც ვთხოვენ შეძლებს დაგვარად. მამა არის ძალიან კეთილი, სულ ცდილობს რომ აი ყველანაირად გაგვაბედნიეროს, გაგვახაროს. როდესაც რაღაცის საშუალება აქვს, რასაც ცით დავადებთ, ყველაფერს ვყიდულობს. დედაც ანალოგიურად. მე ყველაზე ძალიან მიყვარს ფეხბურთი. 6 მედალი მაქვს ფეხბურთში. 1 თასი. ფეხბურთელებს რო უყურებდი, შემიყვარდა ფეხბურთი და მამას უთხარი, რომ ფეხბურთზე მინდა სიარული მეთქი და მამამ ჯერ ერთ ადგილას რომ სადღაცა დავყავდი იქ ჩემზე დიდები იყვნენ, მერე დაიშალა ის გუნდი და სხვა გუნდი მომიძებნა და მაგ გუნდში დავდივარ ახლა. მე ვაპირებ, რომ დიდი რო გავისტები საქართველოს ნაკრებს მოვაგებინო ბევრი თასები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის აპოვნინო თავისი თავი. მე ესე მგონია. ნუ გარდა იმისა, რომ ახლა ნათქვამია ხო, რომ ბავშვი ოჯახის სარკეა და მე ძალიან მიყვარს ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი, ხა ზუსტად აღარ მახსოვს სახელი და გვარი, მაგრამ გეტყვით, რომ მას ასეთი გამოთქმა აქვს ძალიან კარგი. დაანებეთ შვილების აღზრდას თავი,
ხო, ისინი მაინც თქვენდაგ მსგავსებიან და ძალიან მომწონს ნამდვილად. ჩვენი თავი უნდა აღსარდოთ, ნახეთ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ ვიქცევით, იმიტომ რომ შვილი აბსოლუტურად გვბაძავს ჩვენ. გავიგე რომ ვიოლინო იყო, მოდი ასე ვთქვათ, საკრავების დედოფალი. და ძალიან მომეწონა და ამოვიჩემე რომ მინდოდა შესვლა. დედამაც ამ შემთხვევაში მხარი დამიჭირა და იმ დღესვე შემიყვანა. ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა და ეს იმიტომ მიყვარს რომ მოდესაც დაძაბული ვარ რაღაცა არ მომწონს. ხატვის დროს ეს ყველაფერი მიხსნება. შვებას გვცნობ. ჩემს და-ძმებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. პატარებსაც როგორც დედა და მამა, ისევე მეც ვარიგებ ჭკუას რაღაცებს, ვასწავლი. განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს ჩემს დასთან. იგივე ჩემი საუკეთესო მეგობარია. მე მქვია ანანო, გვარი მაქვს ცინცაძე. დავდივარ ვიოლინოზე და ცეკვაზე. მიყვარს მათემატიკა და ქართული საგნებში ყველაზე მეტად. ფიზიკური დასჯის აუცილებლობა წინააღმდეგი ვარ, რაც არ უნდა იყოს ნებისმიერ დროს. და ვფიქრობ, რომ ეს ყოველდღე მიუღებელიც არის, რაც არ უნდა იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა არსებობდეს ახლა დასჯის მეთოდები, ხო? მაგალითად, შეიძლება ასეთი დასჯის მეთოდი გქონდეს, თუ რაღაც ისე არ გააკეთა, ან დაუშვა ისეთი შეცდომა მოდი ბჭყალებში ჩავსვათ, რომელიც ამორალურია, მიუღებელია, ხო? და ვფიქრობ, რომ ეს დააზიანებს მას და მისთვის არ არის კარგი. აუცილებლად რაღაცა შევუზღუდავ, თქვა, მისთვის საყვარელი რაღაცა რაც არის, რომ ვიცი, რომ ძალიან უყვარს, ხო, სადღაც უნდა წავიდეს, თქვა, იმ დღეს, ან მეგობართან ერთად უნდა გაისერნოს, ან რაღაცა აქვს, ხო, დაგეგმილი, ეს შეზღუდვები იქნება ჩემთვის ეს არის დასჯა. და არა რაღაცა ფიზიკურად, იმიტომ რომ ეს ძალიან ცუდი რაღაცა, ამით ბავშვებში აგრესიას უნერგავთ, სამწუხაროდ და მე ეს ფიზიკური დასჯა ხოლმე გადადის თვითონ სხვას აუცილებლად გადაუხდის, აი სამოგეროს რაღაცა და ვიღაცას დაჩაგრავს. ბავშვებს ხშირად უნდა ვესაუბროთ, დიახ, უფალზე, მის ძლევამოსილებაზე და ზოგადად არა მარტო საუბრები, არამედ ნახეთ, ეს ყველაფერი უნდა ვაგრძნობინოთ კიდეც, აი ვაგრძნობინოთ რას გულისხმობ. თუ კი შვილს რაღაცნაირად სწორად მისცემ მიმართულებას და გააცნობ აი ამ ასე ვთქვათ ღმერთის არსებობის არსს, ხო, თუნდაც აი ტაძარში სიარულით, იმიტომ რომ პატარა ბავშვს ცოტა ნაკლებად ესმის ხომ რაღაც, მაგრამ აი სულიწმინდის მადლი მე ნელ-ნელა თვითონ გადმოდის, იცით, თვითონ რომ შეგეხება უფალი. ამის თქმა მინდა, ძალიან რთულია ჩვენ განვიხილოთ ასე რომ ღმერთზე უნდა ვესაუბროთ, ეს არ არის რაღაცა ზღაპარი ხო იყო და არა იყო რა, რომ ნაცარქექია მოვუყვეს შვილს და ვესაუბრო, არა. ეს რაღაცნაირად უნდა ვაგრძნობინოთ, აი ამ საუბრებით, აი ამ სიარულით ტაძარში თვითონ გადმოდის ბავშვის სულიწმინდის მადლი და უკვე თვითონ ძალიან კარგად ესმის რა არის უფალი და რას ნიშნავს ზოგადად სიყვარული უფლისა. ჩემი მესამე ბიჭი ნიკოლოზი, ტყუპები მიქაელი და გაბრიელი გახლავთ უწმინდესის ნათლულია სამივე და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა და ძალიან დიდი სიხარული არის ჩვენი ოჯახისთვის. მინდა რომ ბედნიერები იყვნენ. მაგის მეშინია რომ რამე დაბრკოლება ისეთი არ შეხვდეთ ჩემს შვილებს. მაგრამ ღმერთის სიყვარულით ვივიწყებ ხშირად ამშიც და ვიცი რომ ღმერთი არის ჩემს შვილებთან და დაძლევინებს ყველანაირ პრობლემას. არ მოულეს ჩემს შვილებს ისეს გასაცდელს, რომელსაც ვერ დაძლევენ. ჩემი ოცნება პირველ რიგში არის ის რომ ჩემს ქვეყანაში და არა მარტო ჩემს ქვეყანაში, სრულიად მსოფლიოში იყოს მშვიდობა. იყვნენ ბედნიერი ბავშვები. აი ბავშვობა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის, რომ მქონდეს ჯანსაღი და ლაღი, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგად აისახება ხოლმე მეორე შემდგომ ნებისმიერ პიროვნებაზე. და ვისურვებდი, რომ აი განსაკუთრებით საქართველოზე მაქვს აქცენტი, რომ აი ჩვენს ქვეყანაში აღარ იყოს ეს ამდენი სოციალური სიდუხჭირე, ამდენი ასე ვთქვათ, აი გაჭირვებული ადამიანი და მინდა რომ ყველა ვნახო გაბწყინებული თვალებით, ბედნიერი თვალებით და ყველა დედა იყოს აი ესე გამართული თავისი შვილებით. ჩვენ დღეს ამიდგებ მშვიდობებით დასასრულს გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ გადაცემის ამბები ღმერთსა და ადამიანებს ენახვა შეგიძლიათ ყოველ კვირას 22 საათზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ეთერში. გემშვიდობებით.